ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის წიგნის წარდგინებას უმასპინძლა. ნამდვილი ამბები, ასე ჰქვია გამოცემას, რომელიც დოკუმენტური პროზის ჟანრს განეკუთვნება. წიგნში ავტორი მოგვითხრობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და იმ ადამიანებზე, რომლებმაც იძულებით დატოვეს მშობლიური კუთხე, სახლკარი, მეგობრები, ნათესავები და მეზობლები. ნამდვილი ამბების მკითხველი გაიგებს თუ როგორ ცხოვრობენ დღეს ცხინვალის რეგიონში. აქვე შევხვდებით 9 აპრილის თემას, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, ლევანიჩისა და ოთარას ნამდვილ ამბებს. წიგნი დედის მონატრებით იწყება. ეს ამბავიც ნამდვილია და მოგვითხრობს, თუ როგორ გადავიდა ეგრეთ წოდებულ საზღვარზე ბექა ცოტნიაშვილი მონატრებული დედის საფლავზე მისასვლელად და რა ბედი ეწია მას. წიგნი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებისა და განათლების სახლის ერთობლივი ინიციატივით დაიბეჭდა. გამოცემის რედაქტორი მართა კასრაძე, მხატვარი კი გიორგი ფოფხაძე გახლავთ. წიგნის წარდგინებას მანგლელი მიტროპოლიტი ანანია, ცხინვალის ინტელიგენციის წარმომადგენლები, ავტორის მეგობრები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ეს იყო ჩვენი ერისთვის უდიდესი ტრაგედია, ეთნიკური წმენდა, ქართველებისაგან გაწმენდეს, როგორც თვითონ ამბობენ. ეს მიწა-წყალი, და არა ეს მიწა-წყალი არის საქართველოს გული, საქართველოს ცენტრი, ისტორიულად გული ქართლისა. და რო შევხედავთ ჩვენ რუკასაც კი რო შევხედავთ, ხედავთ როგორ არის ამოჭრილი, გული ამოღებული აქვს საქართველოს. და ეს არა მარტო მიწა-წყლის დაკარგვა, არამედ ეს არის ის, რომ ეთნიკური წმენდა განხორციელდა და იქიდან გამოაძიეს ქართული მოსახლეობა, ქართული ადამიანი. და იქ არის უნდათ რომ არ იყოს ქართველის გასაგესი, ჭაჭანება ქართველისა. ეს აკრძალული არის საერთაშორისო კანონებით, მაგრამ სამწუხაროდ ყველა კანონი იქნა დავიწყებული ქართველების მიმართ და ეს ხალხი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მშობლიური მიწა-წყალი, მამაპაპეული მიწა, იმიტომ რომ იბომბებოდა რუსული თვითმფრინავებით, რუსული თვითმფრინავები ბომბავდნენ პირდაპირ ამ სოფლებს. იქცა ნანგრევება თამარაში ეროდვი და ეროდის ამბებზეა სწორედ აი ეს მოთხრობები. მე ვლოცავ ეს ავტორს და ვლოცავ ყველას იქაურ ადამიანს, რომელიც შეძლებს რომ აღწეროს რაც მოხდა სინამდვილეში ამ მიწა-წყალში. წიგნში უბრალო ადამიანების ცხოვრება არის მოთხრობილი, ძირითადად საომარ პროცესებს უკავშირდება, როგორ მიმდინარეობდა, ასე ვთქვათ, უშუალოდ დაბომბვის პროცესები, როგორ იღუპებოდნენ მოწმენდილ ცაზე, ასე ვთქვათ, ადამიანები, როგორ იცვლებოდა ადამიანების ცხოვრებები და მე ვფიქრობ, რომ ალბათ თუ რაღაცა ნაწილს მაინც შევახსენებთ ცხინვალის რეგიონის სახელს ამ ჩვენი ასე ვთქვათ პატარა წიგნით, ესეც უკვე მნიშვნელოვანი საქმე იქნება, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია ცხინვალის რეგიონის მიმართ და ალბათ უფრო მეტი ყურადღება იქნება საჭირო იმ ხალხის მიმართაც, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან გამოვიდა რეგიონიდან და 2008 წლის ომის დროს ქართული სოფლები დაეცალა მთლიანად და ისინი დღეს საქართველოში და დედამიწის სხვადასხვა კუთხეში არიან გადანაწილებულები. ცხინვალის რეგიონის ხსოვნა ერთგვარ აუცილებლობას და ვალდებულებას წარმოადგენს ყველა ქართველისთვის. აი თაობისთვისაც კი, რომელიც იმ დროს მოევლინა ქვეყანას, როცა ცხინვალის რეგიონი უკვე ოკუპირებული იყო. ზაზა ცოტნიაშვილის დოკუმენტური პროზა ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ იგი ამ ხსოვნის და ცოდნის გამავებას ძალიან უწყობს ხელს. ხსოვნა კი წინაპირობაა ჩვენი სულიერი განწყობისა, იმ განწყობისა, რომლითაც უნდა დავიმსახუროთ ამ რეგიონის დაბრუნება. ზაზა ცოტნიაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ჩვენი თანამემამულია. ძალიან საინტერესო პიროვნება. მოგახსენებათ, იგი არის მეცნიერი, პუბლიცისტი და საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობს სამეცნიერო დარგში. და დღეს კი ულოცავ მას როგორც ასე ვთქვათ წერილის დაბადებასაც. ეს ჩვენ გვაქვს მაგალითი იმის, რომ დაიბადა ჩვენს მხარეში კიდევ ერთი შემოქმედი, შემოგემართა ჩვენ ასე შემოქმედებით ინტელიგენციას, კიდევ ერთი ამორჩეული მამულიშვილი. მნიშვნელობა აქვს უდიდესი, იმიტომ რომ სანამ თითოეული ქართველი არ იფიქრებს იმაზე, რომ ის ჩვენ დაკარგული კი არა, დროებით წართმეული, ჩვენ არ დაგვიკარგავს არაფერი, წაგვართვეს, მიიტაცეს ჩვენმა მტრებმა, მაგრამ ის უნდა დაბრუნდეს. რეალურად საქართველოს შემადგენლობაში ის ხალხიანად, თავისი მოსახლეობიანად, ვინც იქ არის, ოსი მოსახლეობად ჩვენ არავის არაფერს არ ვერჩით, უბრალოდ აქ არის საკითხი იმ ტკივილზე, იმ მიწა-წყალზე, სადაც ისტორიულად ამდენი რა გადაიტანა ჩვენმა ხალხმა.